პროდუქტიც ამოგვეწურა, თითქმის მარაგი რაც მქონდა, ორი შეშემოშველი მყავს და პატარას განსაკუთრებული კვება ჭირდება და უფროს ტყიოდა კბილი ძალიან, აი გაუსაძლისაც ტყიოდა და ვერ ვახერხებდი, რომ გავსულიყავი და მეყიდა, მაგრამ რომც მაგის საშუალება მქონდა, გასლის საშუალებაც არ მქონდა, ანუ ეკონომიური პრობლემები ამიტავისთვის, იმიტომ რაც მქონდა საშუალება ვიყიდე, მაგრამ გავიკეთე ამინდი რომ უარესდებოდა. წამლები მჭირდება ასწლიანებისთვის და რამე შესაძლებლობები აფთიაქში იკითხეთ რა. ვისთანაც ჩვენივე შესაძლებლობებით მივედით, მიუტანეთ საჭირო საკვები, თუმცა ძალიან მცირე არის ეს რიცხვი იმასთან შედარებით, ვისაც დახმარება ჭირდება. ყველა მანქანაში არის, აბსოლუტურად, რომ შვიდად დარეკილი მე არ მინახავს, იმიტომ რომ ამ ბავშვები ყავთ ან მოხუცები არიან, ნერვიულობენ და გაბრაზებულები არიან იმაზე, რომ ამდენი ხანი ფერავინ ვერ მოახერხა მათთან მისვლა და თან, რავი, რო გშია და წამალი გჭირდება სიცხეთ ტანჯავს ან დიალიზზე ხარ მაგალითად ჩამოსასვლელი და ვერ გამოდიხარ სოფლიდან, მათთვის ძალიან ტრაგიკული პრობლემა არის და ჩვენთვისაც ამ შემთხვევაში რო ვერაფერს ვერ ვშვებით, ძალიან რთული არის ამ ყველაფრის მოსმენა და გამკლავება და მენეჯმენტი და სულ შეგრძნება გაქვს, რომ საკმარის ვერ აკეთებ. 112 ძირითადად ეუბნება, რომ ვერ მივიდნენ და ან ინფორმაცია შეინახეს, გადაცემულია, იძახიან, მაგრამ ეს ხალხი ისევ ჩვენამდე ხდება საბოლოო ჯამში. ეხლა სხვადასხვა ინფორმაცია მოგდის, დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ აი მაგალითად 12-ში 20-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა უკვე, ესეთი ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ეს ხალხი, რომელიც სოფლები ისედაც დაცლილი არის და რაღაც ძალიან შორს ცხოვრობს ერთმანეთსაც ვერ ეხმარებიან, თან ძირითადად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ჯგუფებმა იმუშაოს სახლების გადათოვლაზე, რომ ეს ადამიანები უბრალოდ არ მოყვენ ამ ნანგრევებში და არ გარდაიცვალონ, ხო? ასე თქვენი შვილ ამაზე